მოგესალმებით, ესე იგი რახან ავტომობილების გარშემო ვტრიალებთ. დღეს ჩვენ განვიხილავთ ტემუზე გამოწერილ OBD-ს, არის დიაგნოსტიკის აპარატი. ბევრი ფიქრობს ხოლმე, რომ გამოიწეროს თუ არა, რამდენად იმუშავებს და მოდი დღეს დავტესტოთ, რამდენად მუშაობს, როგორ გამოიყენება, როგორ უნდა გამოვიყენოთ და ასე შემდეგ. უკვე როდესაც დაკავშირდება, ეს დაიწყებს ცინციმს. აუცილებელია, როდესაც დიაგნოსტიკაზე ვაერთებთ მანქანას, გავაღოთ გასაღებით დეშბორდი. აი ხედავთ, როდესაც უკვე დაკავშირებულია, როგორც სიმციმებს. კომპიუტერის გამოსაყენებლად გვჭირდება აპლიკაცია Car Scanner-ი. ხოლო შემდგომ, როდესაც ამ აპლიკაციაში შევალთ, უნდა შევიდეთ სეტინგებში და ავირჩიოთ ის ავტომობილი, რომელზეც ვაერთებთ. სხვა შემთხვევაში შეიძლება არ დაკავშირდეს, დაგვიწეროს არასწორად და ამიტომ აუცილებელია ის კონკრეტული მანქანა, რომელზეც ვაერთებთ, ის მიუთითოთ. შემდგომ ვაწვევით Connect-ს, ველოდებით, სანამ არ დაკავშირდება და ეს აპლიკაცია მოიცავს ძალიან ბევრ რაღაც. შეგვიძლია შევიდეთ დეშბორდში, შევამოწმოთ სხვადასხვა სენსორები, რა ტემპერატურაზეა მაგალითად წყალი. და ასე შემდეგ შეგვიძლია ისინი დავამატოთ, რაღაც ტემპერატურა, ვოლტაჟი და ასე შემდეგ. ხოლო უშუალოდ, როდესაც მანქანას აქვს რაიმე შეცდომა, შეგვიძლია უკვე შევიდეთ diagnostic trouble codes, აქ დავაწვევით და შემდგომ ავირჩევთ ყველას, ანუ მოვნიშნავთ ყველას და წავაკითხებთ read, მაგას დავაწვევით და შემდგომ უკვე მანქანა დაგვიწერს თუ რა შეცდომა აქვს. რა თქმა უნდა, ეს მოწყობილობა არ არის ისეთი პროფესიონალური დონის, რომ გამოგვადგეს ავტოსერვისებში, მაგრამ მანქანაში ყოველას უნდა გქონდეს, რადგან უეცრად როდის რა შეიძლება აგვინთოს, ან რა პრობლემას წავაწყდეთ, ჯობია გქონდეს მინიმუმ დაუსბროსოთ, ან გავიგოთ რა დაგვიწერა, რა შეცდომა არის. ამით ჩვენ მანქანას უფრო გავუფრთხილდებით, გვეცოდინება რა ჭირს, ღირს იმ მანქანით კიდევ გადაადგილება, თუ უნდა გავაჩეროთ ადგილზე და დავილოდოთ ევაკუატორს. მადლობა ყურადღებისთვის.